მივესალმებით ჩვენს მერეს და მაყურებელს. ტრადიციულად ვაგრძელებთ ჩვენ აგერეთი კვირა გავიდა საუბარს ჩვენს მერესთან და მაყურებელთან. ბუნებრივია, როგორც იტყვიან, ყოველი დღე, ყოველ ახალ სათქმელს გვიჩვენს და ჩვენი მსმენელისგან ასეთი კითხვები არის შემოსული. ხშირად შემოდის უბრალოდ კითხვები, რა გავაკეთოთ საერთო გადარჩენისთვის, დავიღალეთ ამდენი ლაპარაკით, გითხარით სამოქმედო გეგმა. არის მეორე ასეთი კითხვა, როგორც მოიხსენებათ, ახლა მთელი საინფორმაციო საშუალებები ამაზე საუბრობს, მიიღო ამერიკის კონგრესმა და სენატმა ერთდროულად ორივე პალატამ ეგრეთ წოდებული მეგობრობის აქტი. რომ თურმე ეს ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლება რუსულია, ეს თორობა უნდა დასაციგდეს და უნდა ჩატარდეს ახალი თავისუფალი არჩევნები. და ეს ყველაფერი მოსავლიანი შედეგებით დამთავრდება საქართველოსთვის. და არის მესამე კითხვა, როგორ გავიგოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპის სამოსით, რომის პაპის სავარძელში და ამ ჟესტით რა გვითხრეს მსოფლიო მმართველებმა დანარჩენ საზოგადოებას. აი ამ თემებზე გვექნება დღეს ჩვენ საუბარი. დავიწყოთ. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ეს კითხვები რა თქმა უნდა ამოარჩიეთ ზოგადად, თორე ყოველდღიურობა იმდენ კითხვას წარმოქმნის, თავისთავად არც პასუხის დრო არის და პასუხების გაცემას და საუბარიც ამდენი ხმით თავისთავად ცხადია, არ შეგვიძლია დროში მოკლედ რო ვთქვათ, შეზღუდულები ვართ და ამიტომ სადღეისოდ აი სამი კითხვა არის ჩვენს მიერ გამორჩეული. ალბათ ზურა პირველ რიგში უნდა შევეხოთ იმ კითხვას, რომელსაც ხშირად გვიტრიალებენ, რომ დავიღალეთ ამდენი ლაპარაკითო და გითხარით ბოლოს და ბოლოს რა უნდა გავაკეთეთო. ეს კითხვა ორმაგ დატვირთვას ატარებს თავისთავად, არის სამაში რა თქმა უნდა გულწრფელი წარმომადგენლობაც, ზოგი ახლა უსმენს, ახლა იგებს და ბუნებრივი ეს კითხვა გაუჩნდება, თავისთავად ცხადია. საკითხი მეტად ტევადია, თუმცა ამას აქვს საკმაოდ მარტივი, ყველასათვის, თითქმის ყველასათვის გასაგები ფორმაც. ახლა აბსოლუტურად ყველასთვის ვერასოდეს ვერაფერი ვერ იქნება გასაგები, იმდენად ვერ გამარტივდება ნებისმიერი საკითხი, მით უმეტეს ეს საკითხი, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, რაც უკავშირდება ქვეყნის მომავალ სვებეთს, ან ჩვენ ვინა ვართ რომ ამ თემაზე ასე თამამად საუბრობთ, რა გვალაპარაკებს, რა. ხო, ახლად შემოერთებული პირველ მაყურებელი და პირველ მსმენელისთვის ეს კითხვა გამართლებულია. არის მეორე მხრივ ერთგვარი პროვოკაციული განაცხადები, რომ დავიღალეთ ამ ლაპარაკით და საქმე გააკეთეთ და ასე შემდეგ. თითქოს ამ ლაპარაკს შინაარსი აკლდეს, შეიძლება მართლაც და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ველოდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თემას უფრო უკეთ გაშლიან და არიან ეს რესურსი ერს გააჩნია, უფრო გასაგებად, უფრო მეტად ჩამოყალიბებულად შესძლებენ, ჩვენ არა გვაქვს მონოპოლია დამყარებული ამ თემაზე, ვერც დავამყარებთ ძალიან რომ შევეცადოთ და რატომ? რა თემაზეა ბოლოს და ბოლოს საუბარი, თითქმის ყველა გადაცემაში მეტნაკლებად ვეხებით ხოლმე და რამდენად სრულყოფილად გამოგდის ეს მეორე საკითხია. მოკლედ რომ ვთქვათ, მეორედ მოსვლა სამყარო დგას ყოფნა არ ყოფნის საკითხის გადაწყვეტის პირისპირ და ამ პროცესს გავდივართ, აქ ლაპარაკია ჩვენ მთელ ცივილიზაციას და დედამიწაზე სიცოცხლის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დღეს ადამიანის ხელით წდება, ადამიანურ საზოგადოებაში წდება, არაერთხელ ხაზს უსვავთ და ეს ყველასათვის დასანახია, რომ ადამიანის ხელშია კაცობრიობის განადგურების იარაღი, ადამიანი ისეთი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, ისეთია ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ყოფიერება, ჩვენი ყოველდღიურობის სინამდვილე, რომ მსოფლიო პოლიტიკა, მსოფლიო ეკონომიკა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ისეთ განხეთქილებას წარმოქმნის ამ ძალიან ძლიერ მსოფლიო იმპერიულ წარმონაქმნებს შორის, რომ მათ შორის დაჯახება გამოიწვევს დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას და რატომ კითხვა რო დავსვათ, იმიტომ რომ ეს არის ის ჟამი,
რაც რელიგიურ ტექსტებში დახურული ფორმით იგაური ენით ჰქონდა მოცემული, მაგრამ როდესაც შევაბიჯეთ უკვე აი ამ ჟამსა და ეპოქაში, იმიტომ რომ ეს ეპოქა ადრე თუ გვიან დადგებოდა თუ იმ რელიგიურ ტექსტებში გადმოცემული არსი მართალი იყო, მაშინ ეს დრო ადრე თუ გვიან უნდა მოსულიყო და დამდგარიყო. კაცობრიობისთვის ეს დრო უნდა დამდგარიყო. კაცობრიობის დიდი ნაწილი ქრისტიანობის და არა მარტო ქრისტიანობის ნაწილი აი ამ დროს რაღაცნაირად ელოდა, არა მარტო ქვეცნობიერად, წერილობითი ტექსტს მინდა წერილები ქვია. ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანის შემოქმედებით მიღებული ნაწერები რა და გარკვეული მოლოდინი არსებობდა და არსებობს კიდეც. ეს დრო როდისმე დადგებოდა და დადგა ამ დროში ვარ და არსი რაშია ახლა რომ თუ ამ დროის არსის განმარტება არ მოხდებოდა, მაშინ არ ყოფილა სამყარო კეთილ ფესზე აგებული და შექმნილი, იმიტომ რომ ეს გადმოცემები ეყრდნობა იმას, რომ არსებობს ღმერთი. ესე იგი არის ყველაფერში გარკვეული ჩვენთვის შეუცნობელი სამართლიანობით ნაგები კანონები სიცოცხლის, სამყაროს მოწყობის, ყოველივე იმისა, რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ. ესე იგი კანონზომიერია და როდესაც ამ ეპოქაში შევიდოდით, სადაც ყოფნა არ ყოფნის საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო, მაშინ ჩვენთვის ამ მოვლენის არსიც უნდა განმარტებული ყოფილიყო და გაცხადებული უნდა ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში არ გამოდის, არ ლაგდება ერთმანეთთან. მაშინ არ არის ღმერთი, ან თუ არის ის სამართლიანი არ არის და ასე შემდეგ. ესე იგი განმარტებაც უნდა მოქცეოდა. ქართველმა იცოდა, ჰქონდა ეს გადმოცემა და ამ გადმოცემას ინახავდა დედა ეკლესია თავის წიაღში იოანეს ზოსიმეს გადმოცემის თანახმად. წინსწრებად ჩვენ ვიცოდით, რომ ქართულ ენაზე უნდა გაცხადებულიყო, რომ ქართული ენით უნდა უწყებოდა კაცობრიობას რაღაც ისეთი ღმერთის ნებელობა უნდა გაცხადებულიყო და ღმერთი ამ ენითო განიკითხავსო მეორედ მოსული ჟამს მსოფლიოს კაცობრიობას. აი ეს ცნობა იდო და დღეერთი ვითარცა წელი 1000 ეს დროის საკითხებია და ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო. უფრო დიდ ცნობასაც გვაქვს, ერთ დრო ამაზე დიდი ცნობა რაღა არის და ერთდროულად ამ საკითხთან დაკავშირებული კიდევ არის ის, რომ ქართულ ენაშია მთელი საიდუმლოებები ჩადებულიო და აი ამ ენასო ლაზარე ჰქვია სახარებაში. ესე იგი, აქ არის მითითება და გახსნა იმისა, რომ თურმე რაც სახარებაშია ჩამოყალიბებული და ბიბლიაში იგაური ენით რომ ამას მაცხოვარივე გვატყვის, რომ ახლა იგავით გელაპარაკებით რომ მოვა და გაცხადებულად გაუწყებთო და გარკვეული მითითება ჰქონდა ქართველებს მოცემული, რომ აი ბიბლიური პერსონაჟ ლაზარეში იგულისხმება კიდევ ქართული ენა, ქართულ ენაში ჩადებული საიდუმლოება, ქართული ცივილიზაცია, რომელიც 4 დღის მკვდარია და დღე ერთი ვითარცა წელი 1000 გასაღები იქვე გვეძლეოდა. რომ დაახლოებით 4000 წელი უნდა გასულიყო და უფალი ქრისტე უნდა მოსულიყო სიტყვის სახით. სულიერ საკითხებში ღრმად ჩახედულმა საზოგადოების წარმომადგენლობამ კარგად იცის, რომ მეორედ მოსვლა ხდება სიტყვის სახით, სიტყვა ღმერთი, გონია ღმერთი, სიტყვის ფორმით მოდის ჩვენთან, მეორედ მოსვლის ჟამს და არა ზეციური სასწაულებით, სასწაულებს უკეთური მომრუშებოდ გმაელისო და გვიცხადებს, რას გვიცხადებს ეს მოსული სიტყვა გვიცხადებს, რომ სწორედ იმ ჟამში ვართ, როცა უნდა გადაწყდეს ვიყოთ თუ არ ვიყოთ და ამ გადაწყვეტილებას ადამიანები თვითონ ვიღებთ, მაგრამ გვეხმარება სულიერი სამყარო, გვეხმარება ასე ვთქვათ უფალი, ქრისტე მხსნელია, მე ვარ ცოცხლების და არა მკვდრებისო ხაზგასმულია და გვაწვდის იმ ცნობებს, რაც მანამდე არ ვიცოდით. უფლის ნებელობით შესაძლებელია გახანგრძლივთ ეს სიცოცხლე, თუ კი ადამიანები ბოროტების გზას დავაგდებთ და ფორმაციულ ცვლილებებზე წავალთ. იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოწოდებული გვაქვს, აი რა ფორმით დასვავ კითხვას. ადამიანი, ერი და კაცობრიობა სამი ღვთაებრივი წარმონაქმნია და არც ერთის ხელისხლება არ შეიძლება. მასონურ კოსმოპოლიტური გზით დაღუპა. ეს გზა დაღუპვისა პირველი ცნობა ეს არის, მაგრამ არსებულ მიმდინარე პროცესში, სასიკვდილო, ყდომად პროცესში შესწორების შეტანის შანსი,
რომ ბედისწერა შევიცვალო და ეს ცოცხლე გახანგრძლივდესო და საჭირო ეს ბოროტების გზა რითაც ცხოვრობ ამის დაგდება და ახლით უნდა შევცვალოთ რა სახალი რას უნდა უზრუნველყოფდეს რასაც პირველ რიგში ანგრევს მასონურ კოსმოპოლიტური სისტემა პირველ რიგში მასონურ კოსმოპოლიტურ სისტემას იერიშიმი აქვს ეროვნულ ცნობიერებაზე, ეროვნულ ტრადიციებზე, ეროვნულ საზღვრებზე და აქედან გამომდინარე ყოველივე იმ სიკეთებზე, რითაც თითოეული ერი ჩამოყალიბდა. ესე იგი, რელიგიათა ერთ სფეროში გაერთიანება, ეკუმენიზმი და ასე შემდეგ. ბევრი როარ გამიგრძელდეს, ახალი ფორმაცია უნდა ემსახურებოდეს ერის გადარჩენას, ერის თვითყოფადობის შენარჩუნებას, იმიტომ რომ გვაქვს განმარტება იგებული, რომ თითოეული ერი იგი შეუცვლელია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საკაცობრიო სხეულის შემადგენლობაში, ამ ერების ჩამოყალიბებას თავისი ისტორია ჰქონდა და ეს ისტორია გავიარეთ და საკაცობრიო სხეული სამომავლოდ ეროვნულ სახელმწიფო და ეროვნულ ერთობათა ჰარმონიულ თანაცხოვრებაშია და არა ეროვნულ სახესხვაობის წასვლაშია. ამიტომ ფორმაციულ ცვლილებაზე გადის არსებობს მომავლის პროგრამა დააბეჭდილი და დარიგებულია, დაიბეჭდა და დარიგდა ჯერ კიდევ 98-19 წლების და იქიდან მოყოლებული 2015 გავრცელებულია წლამდე მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში საჭირო პროცედურების ჩატარება, შეგროვებული არის ხელმოწერები, იურიდიული საფუძველი შექმნილია და უნდა გადაწყვეტილიყო ეს საკითხი, გზები ასე ვთქვათ, მოსწორებულია. ახლა პირველად ვინც ისმენს, რო იცოდეს, ამას იმიტომ ვიმეორებთ, მოსწორებულია და არსებობს გადარჩენის გზაც ამ შექმნილი მდგომარეობიდან. ეს ცნობა გვაქვს მიღებული ქართულ ენაზე, ესაა გაცხადებული. ხო, მაგრამ გამოვიდა ის, რომ ჯერჯერობით ერი ვერ დაიძრა ისე, როგორც საჭიროა და ვერ გადავწყვეტეთ ეს საკითხები. საჭირო არის მეოთხე ეროვნული ყრილობის ჩატარება, სადაც წამყვან ძალებს შორის, ან იმ რაოდენობის წამყვან ძალებს შორის მაინც მოხდეს შეთანხმება იმ უძირითად საკითხებზე, რაც გულისხმობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში საჭირო ცვლილებებს, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საჭირო ცვლილებებს, მოკლედ, რაზეც 1,907,000 ადამიანის ხელი მოწერილი და რაზეც ჩატარებულია სამი ეროვნული ყრილობა. ახლა აღარ დავწვრილმანდებით და აღარ დავიწყებთ ხელმეორეს ამ საკითხების განხილვას, თუ ვინმე მართლაც დაინტერესებულია, მას შეუძლია დაგვიკავშირდეს ინტერნეტის საშუალებით და შეგვიძლია შეხვედრაც, შეგვიძლია ახსნა განმარტებების ჩატარებაც დედაქალაქშიც საჭირო მისამართზე. მოკლედ, ეს საკითხები გადაწყვეტილია იურიდიული ნორმატივი მომზადებულია, იმიტომ რომ ერთი ფორმაცია მეორეზე ახალ ფორმაციაზე გადასასვლელად, ერთიდან ახალ მდგომარეობაში გადასასვლელად გარკვეული სამართლებრივი საფეხურებია გასავლელი. ისე ვერ მოხდება, ესეც მრავალჯერ გვაქვს განმარტებული. ვერ მოხდება ისე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, საერთაშორისო კანონები თავის ძალმოსილებით არის წარმოდგენილი და ჩვენ სწორედ ამ საერთაშორისო კანონებს ვიყენებთ, რომ ამ საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში გავძლოთ, გადავრჩეთ, გქონდეს გარკვეული ფუნდამენტი, როგორც გარეთ სალაპარაკოთ, ასევე ქვეყნის შიგნით გასაჩერებლად იმ ძალების საწინააღმდეგოდ, როგორ მათ საწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად ასე ვთქვათ, საჭიროა, იმიტომ რომ ყველა არ იქნება თავის დავაცხადე თანახმა რა იმ ცვლილებაზე, რაზეც საუბარია. და გაგვაჩნია, მაგრამ მოხდა როგორ ახლა, რომ ჩვენ სამჯერ დაუძახეთ მთელ საქართველოს მოსახლეობას, ვიცით, რომ ეს ისეთი რანგის ცვლილებაზე ლაპარაკი, სადაც საჭირო იყო და მოითხოვებოდა ეროვნული ყრილობების დადგენილებების გამაგრება და ქუჩაში გამოსვლა საზოგადოების, ერთგვარი გაპროტესტება, მოთხოვნა, რაც მთავარია, ხელისუფლებისადმი წაყენებული იყო მოთხოვნა, თითოეული ყრილობის დადგენილება, ყველა ხელისუფლებას უყენებდა ერთადერთ მოთხოვნას, რომ აღესრულებინა 1,907,000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი, ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით
უნდა განსაზღვრულიყო, ეროვნული საკუთრება უნდა გამოცხადებულიყო და გაყიდული, გასხვისებული, რასაც ხელწვდომა აქვს პირველ რიგში სახელმწიფოს, უკან უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ საკუთრების ფარგლებში სამარადჯამოს და ახალი სისტემისთვის საფუძველი უნდა ჩაგვეყარა ახალი სფერული მართვის სისტემისთვის. ამ მოთხოვნებზე ხელი მოწერილი და ნებისმიერ ხელისუფალს ევალება რომ ეს აღასრულოს და ამისათვის ვიცით რომ ეხლა ამას არის მთელი რიგი მიზეზები რომ არც ერთი ხელისუფლება დიდი ზარზეიმით არ შეხვდება ეს თავისთავად ცხადია მაგრამ სწორედ საამისოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს დაძახილი სამჯერ მოუხმეთ გადამწყვეტი აქციისთვის თბილისში ცენტრალურ მოედანზე მთავრობის ასახლის წინ. ეს საკითხი ორნაირად შეიძლებოდა რომ გადაწყვეტილიყო. შეთანხმება მმართველ წრეებთან, წამყვან პოლიტიკურ ძალებთან და კავშირი ურთიერთობა მოსახლეობასთან, ასე ვთქვათ, დაბლიდან მომხდარიყო ორგანიზება. შესაძლებელია რომ დაბლად არაზმულიყო საზოგადოება, გამოსულიყო დიდი სიმრავლით მოედანზე და ეს გახდებოდა უკვე დიდი გარდატეხის დასაწყისი თავის დროს. სამჯერ ჰქონდა ამის მცდელობა, მოქმედება, აღარ მოუყვებით ეს სხვა ისტორიის საკითხებია და არ გამოვიდა საჭირო რაოდენობით ხალხი, არა მარტო იმიტომ რომ საჭირო კონტრზომები იქნა მიღებული, თავისთავად კონტრზომები გარე ძალების ჩარევით, შიდა ძალების ამოქმედებით, მოკლედ ვერ მოხდა ისე რომ მისცემოდა გასაქანი ქვევიდან, ხალხიდან ამოძრავებული იყო საკითხი. ეს ორი მომენტია. ან ხალხი აქტიურდება, ხალხი ირაზმება და რაზმავდით, დავდიოდით, მარტო ჩვენ არ ვიყავით. ქართლის ორგანიზაცია, თვითონ თბილისის ორგანიზაციულად ეროვნული ფრონტის სახელით, პოლიტიკური გაერთიანების წევრების სახელით, სხვადასხვა დასახელებებით, სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული, ასევე დასავლეთ საქართველოს ქუთაისის ძლიერი ცენტრი არსებობდა და რომ დარაზმულიყო ეს ხალხი და ჩამოსულიყო ჩვენ რამდენჯერმე მიმართეთ ამ ზომებს. ეხლა არავითარი საინფორმაციო მხარდაჭერა არ გქონდა. არც ერთი ტელევიზია ხარს არ გვიჭერდა. იმიტომ ეს ტელევიზიები ვიცით რომ არ არის თავისუფალი. ბოლოს და ბოლოს ეს როგორმე უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ ამ ტელევიზიებს ყავს დამფინანსებლები. ეს დამფინანსებლები არიან ისინი, ვისი ხელითაც უნდა გატარდეს მსოფლიო პოლიტიკა და მსოფლიო პოლიტიკა როგორია და როგორი ტარდება, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ. ან ვფიქრობ რომ უკვე საკმაოდ ბევრი ვიცით ამ მიმართულებით, ხო? ესე იგი ეს ორგანიზება და ერისდარაზმა მიმდინარეობდა აბსოლუტური საინფორმაციო ბოიკოტის პირობებში, აბსოლუტური თავისთავად ცხადია ფინანსური ბოიკოტის პირობებში. ერთის მხრივ არსებულ ინფორმაციას, რომელიც ითხოვს ხალხის გამოყვანას ქუჩებში, ნელ-ნელა მიაჩვიეს ფულით გამოყვანას. ესე იგი, თან გაგვყნეს ეს აქტიური ნაწილი, ვისაც შეუძლია გაყვეს, გამოვიდეს ქუჩაში, იაქტიუროს, საქვეყნო საქმეზე რაღაც ნაბიჯი გადადგას, მხოლოდ საკუთარ პირადს არ იყო ჩაბღაუჭებული და მხოლოდ რაღაც სხვა გეგმებით არ მოქმედებდეს, ასეთ ნაწილს ნელ-ნელა ფული ჩაუცურეს ჯიბეში. ესეც წლებია რაც დაიწყო და უკვე ყველა აქცია ისე იყო რომ გახდა კომერციული პროცედურა. ნაკვეთებში წასვლა, ქარხანაში ან სავაჭრო ადგილებში დგომა აღარ უნდათ, გამოდიან ქუჩებში და აძლევენ, ანუ გააყრყნეს ხალხი. ესეც ფაქტია რა. და ამ პირობებში იყო ურთულესი საზოგადოების დარაზმა, იმიტომ რომ ერთის მხრივ უკვე გიყურებდნენ რომ ფული გააქვს, იმ სიმღერასი არ იყოს. თუ ფული გაქვს, შენი ვარ თუ არა და სხვის. რომელი პარტიაც ფულს გადამიხდის, მოკლედ ესეც იქცა ერთგვარად პატარა ფულის კეთების საშუალებად. აქციები არის ის, რომ ერის საჭიროებო საკითხების გამო უნდა გამოვიდეთ ვიღაცას რაღაცა ტკივა, რომელიმე მხარეს, რომელიმე სოფელს, რომელიმე რაიონს, ქალაქს რაღაც ტკივა და ამიტომ უნდა გამოვიდეთ. არა ამ დროს ჩვენ ასურათს ვიღებთ ის, რომ ფულით გამოყავთ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე. ხო, ეს იყო ერთ-ერთი ხელშემშლელი იყო აბსოლუტური ბოიკოტი ინფორმაციული, რაც დღესაც გრძელდება რა. და აი ამ პირობებში ვერ მოხდა მასების დარაზმა. მთელი რიგი ხელშემშლელი პირობების გამო.
ვერ ვიტყვირე ჩვენც იდეალური წინამძღვრები ვიყავით, იდეალური ჯარისკაცები ვიყავით. რა თქმა უნდა, პირადადაც გვექნებოდა თავისთავად გადახრები, ერთგვარი შეცდომები, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე თავისთავად ცხადია ვერ ვიდექით, თორე ალბათ საკითხები აქამდე გადაწყდებოდა. ასე იყო თუ ისე იყო, დაბლიდან ეს ვერ აზღვავდა. რატო იყო საჭირო დაბლიდან ამოზღვავებული იყო ეს ხალხის მასები, რომ ეს აძლევს იგივე ხელისუფალსაც იმათაც, ხო, რაღაც საყრდენი არის. მე რომ ამ სარისკო ნაბიჯზე წავიდე, ესე იგი ერში და ქვეყანაში არის შეგნება საზოგადოებაში, რომ ამის გაკეთება შეიძლება, იმიტომ რომ ეს ისეთი საქმეა, ფორმაციის შეცვლა, როდესაც ერთ ჩანგზე უკრას მთელი მსოფლიო, პატარა ქვეყნის, პატარა ხელისუფალისთვის ძალიან რთულად გადასაწყვეტია. სინამდვილეში ის რაც თვალით არ ჩანს, რაც სულიერი სამყაროა, ის შეგიწყობს ამაში ხელს. წმენის საკითხზე გადის, ეხლა წმენაშიც მოვიკოჭლებთ სამწუხაროდ, ესეც ფაქტია რა, იმიტომ რომ ჩვენ გვეშინია იმის და პატივს მივაგებთ და ვეთაყვანებით და ვემსახურებით იმას, რაც ღია, აშკარა, ძლიერია, მძლავრია, ჩაგვრელია, უფროსია რა და რაც თვალით არ ჩანს, ამას ვერ ვხედავ და ვერ გაგვიგია რა დროში ვართ, რა მოითხოვობა და ხელი რაში შეგვეწყობა სინამდვილეში. მეორე გზა კიდევ არის, რომ აი მართვის ცენტრებში ვიც არიან, ვიც რაღაცას წარმოადგენენ რა, ეს ხელისუფლება თუ ხელისუფლების გარეთ არიან, ხო არიანს მოდის კრავი და ხეცი შეებრძოლებაო, როგორ არის ნათქვა? ხეცი რა არის? ხეცი არის სწორედ ის მართვის ცენტრები არსებული უკვე რაც აქ არის და კრავი არის ის მოსული სიტყვა, რომელსაც მცირეა გძალა, მის ირგვლივ მცირეა შემონაკრები და ახლა ჩვენ როცა ვჟელობთ, რომ აბა დავიღალეთ ლაპარაკი და რა უნდა გავაკეთოთ, გაკეთება, გასაკეთებელი არის, მეოთხე ყრილობა არის ჩასატარებელი. აი ეს მიღებული დადგენილებები რაც არის იმ ყრილობებზე, ის არის აღსასრულებელი. მარტივად უნდა გამოაცხადოს ქვეყანა მუდმივი ნეიტრალიტეტი, მოვლენა უნდა დაედოს საფუძვლად, რომ ეს არის ქრისტიანობა და ახალ სფერულ მართვის სისტემაზე უნდა გადავეწყოთ ეროვნული საკუთრების შემოღებით. მომავლის პროგრამა გაგვაჩნია. აი ეს არის გასაკეთებელი. და ხას რას უსვამთ? არც ერთ პარტიას, არ ვიწრო დაჯგუფებას ამხელა რესურსი არ გააჩნია, ინტელექტუალური შრომითი და ასე შემდეგ, რომ აი ეს საკითხები ბოლომდე ისე მივიყვანოთ, როგორც საჭიროა. ამიტომ ზეპარტიული მიდგომა საჭირო, ყველგან სადაც ვართ გაფანტულები, აქედან ვართ მოსაკრებნი, ოღონდ ერთი რამით, საფუძველი ერთი რამე უნდა დაუდოთ, ურთიერთმიტევება პირველ რიგში. ურთიერთმიტევება და ზოგად მონანეება. ეროვნული თანხმობა, ურთიერთმიტევებით უნდა მივახცეთ. მეტი გზა არ არსებობს. აი ესაა გასაკეთებელი. ხო. და რასაც ჩვენ უყურებთ ახლა ჩემო ზურა, გასაგებია რეიტინგებში რაც ჩანს, რომ ამ იდეის მიმართ ვერ ვირაზმებით. ეს ჩანს იმით, რამდენია გაზიარება, რამდენია მაყურებელი. კარგი დაუშვათ და ბლოკავენ ამ ყველაფერს დაუშვათ. სხვა მხრივ მაინც უნდა ჩანდეს, რომ ხალხი სხვანაირადაა გააქტიურებული და უნდა რომ ჩაერთოს, მაგრამ ეს არ არის და ახლა როგორ უნდა ამოქმედდეს ეროვნული თანხმობის კომიტეტი. ჯერ ერთი რომ საუბრობთ, ესეც მოქმედებაა. ესეთ გადმოცემა, ჩვენ ამას გადმოგცემთ, ამას ახშობენ, მაგრამ გადმოგცემთ და გეუბნებით, რომ გაკეთებულია ყველაფერი, ყველანაირი იურიდიული საფუძველი მომზადებულია და გვრჩება ის, რომ მივახციოთ წამყვან ძალებს შორის ეროვნულ თანხმობას. ან მივახციოთ მასების დარაზმას, რომელიც უკვე აიძულებს საზოგადოების მეთაურებს გააკეთოს ის, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი თავის დროზე. ხო? და არც ერთი იგრძნობა და არც მეორე იგრძნობა ჯერჯერობით. იმიტომ რომ მასები როგორ ეხლა ჯერეთ საკმაოდ დიდი ნაწილი გარეთ არის გაყვანილი. მერე დასავლეთს, გლობალისტებს თავის მხარეზე ყავს დარაზმული ახალგაზრდობა, საგანგებოდ არის ჩამოყალიბებული ინსტიტუტები, საგანგებოდ არიან შესულები სტუდენტებთან,
საგანგებოდ არის შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანგებოდ არის შემოსული მილიონობით დოლარი. ეს უკვე ღიაა ეს პროცესი და მოკლედ რო ვიტყვიან ქუჩის აქციები გადაჭედილი აქვთ. დაკავებული აქვთ. არ აჩერებენ. ახლა დაბლიდან დავიწყოთ. მასა როგორ გინდა აიყო? აი მასა იმატყავთ აყოლილებული. ხო, მასის მართვა ჯერ კიდევ შეუძლია ხელისუფლებას და ჯერ კიდევ შეუძლია სასულიერო ხელისუფლებასაც. მაგრამ არის მაგრამ აქ ახლა თემა მიგრძელდება ზურაბატონო, მაგრამ სულ ახლა ხანს იყო ერთ-ერთი მაღალი წოდების სასულიერო წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ ბერმონაზვნად ამოწყვეტაზე კარგი არაფერია საქართველოსიო. ვინც კიდე ის გამრავლდესო, თავარია რომ უკვე ყველაზე ამაღლებულ საფეხურზე ამაღლდეთ, ბერმონაზვნულ ცხოვრებაზე გადავიდეთ და ასე მივეახლოთ უფალს, რომელიც შემდეგ 64-ის კარიბჭეს თავისთავად იგულისხმება, რომ გაგვიზარდოს. ესე იგი, აქ გაცილებით ღრმა არის პრობლემა სინამდვილეში. ზედაპირულად უყურებთ მაინც ჩვენ. აბა ჩხარა გავაკეთოთ. ერთ ნაწილს თუ გვინდა რომ მართლაც გაკეთდეს, მეორე ნაწილი ამოხრუჭებს. მაგრამ ეს დამამოხრუჭებელი ნაწილი ვინც გინდა გამრავლდესო. მაგრამ რადგან ეს არ მოხდებაო, ყველა ვერ გახდება ბერმონაზონიო და ასე ვერ ამაღლდება ზეცად საქართველო, ნუ ამიტომ რაც არის და იქ უკვე აღარაა ჩემთვის საინტერესო. თავარია რომ ეს გამოვიდა, გარეთ გამოვიდა. ეს იყო, ისტორიულად იყო, მაგრამ პროცესები სხვანაირად ვითარდებოდა. იდოეს. და ახალი სიტყვა რას გვეუბნება? ესე იგი, ეს არის ის შეხედულებათა წყობრი სისტემა, ისე კი არ არის, რომ შეთხოვით მოვიდა ამ პიროვნებას და რაღაც ისეთს ამბობს. ეხლა გვემცხეთა, რომ პირდაპირ გავიგეთ. რაღაცა ვერ ვეგუებით, იმიტომ რომ ბუნებითი ბუნებრივი რაც უფალმა ჩადო, ამას ინსტინქტი დავარქვევთ თუ რა არის, ნებისმიერი ცოცხალი არსება, რასაც ჩვენ აღვიქვავთ, როგორც ცოცხალს, რა, ჩადებული აქვს ის კოდი, რომ ის უნდა გამრავლდეს, მან უნდა შეინარჩუნოს თავისი მოდგმა, იზრუნოს რაღაცა ფორმით და ასე იგივე ადამიანშიც, არა და ეხლა როცა გეუბნებიან, რომ ბერმონაზვნად გადაქცევა და ასე დასრულება ყველაფერს ჯობიაო, აქ არის პრობლემა. ეს არის შეხედულებათა კომპლექსი. სასულიერო ხაზით ჩამოყალიბებული. 1000 წლის განმავლობაში. და რას გვეუბნება ახალი სიტყვა? არსებულ ცნობიერებაში, ესე იგი ჩვენ შეხედულებებში შესწორება გვაქვს შესატანი. რაღაცაში ვცდებით. ისი არ არის. ახალი სიტყვა გვეუბნება. არა მოუწორია კაცობრიობას, აი ამ ფიზიკურ განზომილებას, ფიზიკურ სამყაროს თავისი არსებობის ბოლო ჟამია, რას ნიშნავს? არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უკვე უნდა დამთავრდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გასდიხარ საბოლოო გამოცდას. თუ ამ გამოცდას ჩააბარებ, ბოროტების გზას დააგდებ, ანუ შეცვლი ყოფა ცხოვრების წესს, ფორმაციული რანგის ცვლილებებზე თუ წავართ, ახალ ჭურჭელს თუ შევქმნით, რომელიც ახალ სითხეს, ახალ ღვინოს ჩაისხავს, წინ ძალიან დიდი მომავალი აქვს კაცობრიობას. ჩვენ კაცობრიობის განვითარების მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. მაგრამ იმხელა ძალა მოგვეცემა სამომავლოდ, რომ ამ უარყოფითი ცნობიერებით კაცობრიობა დაანგრევს მთელ სამყაროს და არ გაგვიშვებენ წინ. და აღმოჩნდება, რომ საკუთარ თავს გავინადგურებთ იმ აგრესიული მუხტის, იმ ურთიერთდაპირისპირების, იმ ცხოველური ცნობიერებით, რაც ჭარბობს. ხეცისაა ჩვენი ცნობიერება, ხეცისაა ჩვენი ცხოვრების წესი, ხეცისაა ჩვენი წესწყობილება. რა არის აქ გაურკვეველი? რა პროცესების მიმდინარეობენ დედამიწაზე? ახალი სიტყვა ამას გვეუბნება. არა მოგიწორია ადამიანო. და სიცოცხლის გახანგრძლივების ელექსირს გაძლევს. დააგდე ბოროტების გზა. ოღონდ როგორ არ იცოდი, რა არის ბოროტების გზა? აი ბოროტების გზა ის, რასაც უყურებთ, რისი თვითმხილებას ფაქტიურად ხდება.
გამოსულია უამრავი ინფორმაცია, არის ეხლა ამას ეძახიან შეთქმულების თეორიებს. შეთქმულების თეორია კი არ არის ეს კაცო, ეს არის შეთქმულების პრაქტიკა. როცა ბორატ მოქმედი ხარ, ან შენი მოქმედება, შენ თავს კი ამართლებ, მაგრამ აი დანარჩენებისთვის იგივე ბოროტების კეთებაა. ისწავლა ადამიანის ამ ნაწილმა ისწავლა როგორ დაფაროს კეთილშობილებით, რომ არ გამჟღავნდეს, რათა მიზანს მიაღწიოს. ეს არის ბრძოლა მსოფლიო ერთმართველობისთვის, მსოფლიო ბატონობისათვის შემოვლითი გზით. მსოფლიო ერთმართველობისათვის ბევრი წამოწყებები იყო. დიდი ბრძოლები ჩაუტარებია, დიდი შედეგებიც ჰქონიათ, თუნდაც ავიღოთ თავის დროის მაკედონელობა და მაკედონელიზმი. ეს არსებობდა და იყო და იდო, მაგრამ კრახით მალევე მთავრდებოდა. ყველაზე დიდ შედეგებს მიაღწია იმ კლანმა, რომელმაც შემოვლითი გზებით დაისახა ამ მიზნამდე მისვლას, მისასვლელი გზები დასახა და ყველაზე ახლო მივიდა. ეს სწორედ შეთქმულებაა, ოღონდ ფარული შეთქმულება. ამის გამჟღავნება ხდება. ესაა დაღუპვის გზა და ამას შეცვლა უნდა. ბოროტების ზეგოთ დასაგდები. არის სრულად გარკვეული, მაგრამ რა ეღობება წინ? სასულიერო წარმომადგენლობა თავისი ცნობიერებით სხვანაირად იგებს. და არა მარტო აქ არაა ლაპარაკი მხოლოდ ამ მოძღვარზე და ზოგადად ასე მიიჩნევს ბევრი სასულიერო მიმართულება მთელ სოფლიოში, რომ ეს ილუზიების სამყაროა და ამ ილუზიების სამყაროდან რაც მალე გამთავისუფლებით და ნირვანაში შევალთ, აღარ მოგვიწევს დედამიწაზე განხორციელება და ხელმეორედ დაბადების უსასრულო ციკლში ტრიალი და აქედან გასვლა ყველაზე მთავარი მიზანი, გაღწევა. დაახლოებით ესეც იგივეა. არს ერთი და იგივეა. ვერ მონაზვნად თუ უკვე შევდექით და აქვე ისეთ ცხოვრებას ვიწყებთ, როგორიც წარმოვიდგენია, რომ 60-ში არის, აქ არ გჭირდება უკვე არც გამრავლება, არაფერი და ფაქტიურად ამ წუთის სოფელს აქვე მივატოვებთ თავისი ყველაფრით, თავისი დარდებით, თავისი ტკივილებით და ზეციურს აქვე შევუერთდებით. ეს თუ არის მიზანი, ასე ესმის და თუ არა პირდაპირ, თუ არა მაშინ ის მოწოდებაა, რომ იცი რა, ჯერ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. აი ქრისტე მერე მოვა. აი ღრუბლებზე მავალს მთელი დედამიწა დაინახავს და მთელი ამბები, მაგრამ ახალი სიტყვა რო გვეუბნება და გვიმახვილებს ყურადღებას, რომ უკეთური და მემრუ შემოდგმელი სასწაულებსო, რატომღაცა ყურს ვიყრუებთ. ეს ვითომ ვერ გესმის, ეს ვითომ ქრისტეს ნათქვამი არ არის, გვერდზე ვაპარებთ. ესე იგი, უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. ამაშია სწორედ საქმე. ჩვენ თუ გვინდა რომ ანტიქრისტე მოვიდეს, ამაზეც არაერთი განმარტება მოგცა პირველ რიგში ბატონმა, იმიტომ რომ ახალი სიტყვის მიმღებ გადმომცემი ერთია. წინასწარმეტყველი ბევრია. სულიერ სამყაროსთან კონტაქტში მყოფი და კავშირში მყოფი ბევრია. სულიერი სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან მრავალშრიანია. მაგრამ ამის სიტყვის მიმღები ერთია. საზძლო ერთია, ნუგეშიცეველი ერთია, ასევე ერთია საზძლო ერი, ქართველი ერი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ეს ფუნქცია, თუ კი ძლევს ქართველი ერი თავის თავში ამბიციას იმ ყველა გარკვეულ უკეთურებებს და თავის შეხედულებებს, ძველ შეხედულებებს, რაც ამ შემთხვევაში ხელს გვიშლის. საკითხის გადაწყვეტა და საზძლო კაცობრიობაც ერთია, რომელიც ამ საზძლო ქართველი ერიდან მიიღებს იმას, რაც უნდა მიიღოს. ვაჩვენაო საზძლო ქალაქიო. აი საზძლო ქალაქის წარმომადგენლები ვართ სულ ყველა, ოღონდ ამ ძლევას განვახორციელებთ თუ ვერ განვახორციელებთ, სწორედ ამაშია საქმე. ჩვენ რო უყურებთ, ჩვენ ჯერ არა გვაქვს ხელ ჩასაჭიდი ის, რომ აი მასებს აღარა, მასები გაყოლიებული ყავს დასავლეთს. მასების მართვა შეუძლია ხელისუფალს, მასების მართვა შეუძლია სასულიერო ხელისუფლებას. მაგრამ სასულიერო ხელისუფლებას
ეს საკითხები სხვანაირად ესმის. თუ არა ანტიქრისტე უნდა მოვიდეს, ჯერის უნდა მოვიდეს, მერე სასწაულები იქნება. ეხლა ჯერ სასწაულებზე ვთქვით, რომ უკეთური და მომრუ შემოდგმელის და ახლა ანტიქრისტე რომ მოვიდეს, ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებმა, რასაც წარმოადგენს თანამედროვე დედამიწა, რა აი ამ სახელმწიფოებმა თავიანთი სახელმწიფო სუვერენიტეტი უნდა გადაულოცონ საერთაშორისო ხელისუფლებას, რომლის კონტურებიც არსებობს, თუნდაც საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაცია და არა მარტო. ბევრი უნდა გადაულოცოთ. მერე დაგვიწყებენ მართვას. რატომ მაინდა-მაინც ახლა ჯანმოზე რატო ამახვილებთ ყურადღებას? იმიტომ რომ ყველაზე კარგი სილაკი გაგვაწნა ამ ჯანმომ და იქნება ამან მაინც გამოგვაფხიზლოს, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფოები ერთ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას გადაულოცავთ ჩვენ ძალაუფლებას. მაშინ ის აცხადებს გარკვეულად იმ ნაბიჯების გადადგმას, გვაიძულებს, რომელსაც ჩვენივე ხელისუფლება ატარებს. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. და ამის მხილება იქ თვითონ იქ ცენტრიდანვე დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ერთ-ერთი ცენტრი ეგ არ არის მთავარი, იქიდანვე დაიწყო. ხო. მაშინ თუ გინდა რომ და რას გვეუბნება ახალი სიტყვა? თუ მაგზით წავიყვანთ, როგორც გვაქვს ჩვენი წარმოდგენებით ჩაბეჭდილი, როგორც ვკითხულობდით იგავებს და როგორი შინაარსებიც გამოტანილი გქონდა. თუ მაგზით წავიყვანთ, მაშინ ჩვენ ხელისუფლებას თუ გადავაბარებთ, აქ უგულისხმობ სოფლიო საზოგადოებრივობას. ეგ გამოდის, რომ ჯალათს ჩვენ თვითონ მივაწოდოთ ნაჯახი, კუნძზე ჩვენ თვითონვე დავუდოთ თავი და მას სიცხად არჩევა, რომ დაგკვრას და მოკვეთოს თავი და მილიარდამდე შეამციროს მოსახლეობა, წაშალოს საზღვრები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თუ სხვა მრავალი საშუალებით შექმნას ბიორობოტთა გარკვეული დაბალი მომსახურე ფენა უმაღლესი ელიტისთვის, რომელსაც თავის წარმოდგენით გონია, რომ მიაღწია ეს ღვთის ასე ვთქვათ, შეპირებულის განხორციელებას, რომ ისინი იბატონებენ მარადიულად ყველაზე და ვერავინ იბატონებს მათზე. დასავლელ მოშიახს, რომელიც იქნება მსოფლიოს მართველი, ერთდროულად მსოფლიო რელიგიური, პოლიტიკური მათი გაგებით ახალი მსოფლიო წესრიგი. მაშინ ეგ გველის და ეს დაღუპვა, ახალი სიტყვა გვეუბნება. თუ მაგზას გავყვებით, ძველი შეხედულებით თუ ვიმოქმედებთ, მაშინ ეს დაღუპვაა. აქედან გამოსავალი არ იქნება. გამოსავალი არის, რაზეც ხელი აქვს მოწერილი 1,907,000 ადამიანს, რაზეც ჩატარებულია სამი ეროვნული ყრილობა, ახალი მართვის, ახალი ფორმაციის, ცნობიერების და ყოფიერების შეცვლისკენ, ბოროტების გზის დაგდებისკენ, ნაბიჯის გადადგმაში გამოსავალი. აი ესაა ქრისტეს მიერ მოწოდებული, ქრისტემ ხსნელია. ასეთი დახსნის გზას გვაძლევს ეხლა, აი თანამედროვეობას. ეს არ არის ახალი რელიგია. კარგად გავიგოთ. ეს არ არის რაღაც ახალი მქადაგებლობა. ეს არის ის საქმე, რომ ქრისტიანული წამსში რაცაა ჩადებული, ქრისტიანული ზოგად ქრისტიანული მორალში რაცაა ჩადებული, იმას ბოლოს და ბოლოს ხორცი შევასხათ ფიზიკურად, გავაკეთოთ. ჩვენ რაღაც დაზეპირებული გვაქვს, ნებთლიანობაზე მაქვს ლაპარაკი, ქრისტიანული მორალის პოსტულატები. დაზეპირებული გვაქვს. მაგრამ ცხოვრებისეულად მის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ. მილიონი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია როგორც საქართველოს, ასევე იმ სოფლიო ცენტრების, რომელზეც ვიყავით მიწებებული მიკრულები და უიმისოთ არ შეგვეძლო. ვერ სუნთქავდით, კანონს ვერ ვიღებდით და დროს ვასწორებდით მათზე რა. ხო? აი რაც ქრისტიანული მორალშია ჩადებული, ქრისტიანული მორალი შემოიტანო ეკონომიკაში, შემოიტანო განათლებაში, სწავლა აღზრდაში, ერის დაცვაში. ეს არის უნივერსალური ფორმულა, რომელიც სხვა რელიგიების ხალხებისთვისაც იქნება მისაღები. აი ეს ცნობა მოგვეცა ახალი სიტყვით. რას ვაკეთებ? კარი გაქვს დაკვეტილი ყველას. ჩვენ კარგ სმენელს მაყურებელს, სწორედ ამას მოვახსენებთ, რომ ჯერჯერობით უმრავლესობას კარი გვაქვს დაგმანული.
ისევ ძველს ვებღაუჭებით. ხო. აი ეს პრობლემატიკა. ცარიელი ლაპარაკი არაფერია, გვეყოფა ამდენი ლაპარაკიო. რაც თავი გვახსოვს დემოკრატიაზე მიდის საუბარი ადამიანის უფლებებზე, ჩვენ გვიან შევუერთდით ამ ფერხულს და რაც მომწყინდაო არავინ იძახის იქ. 70 წელი ნამგალი და ურო გვეჭირა ხელში და მაინდა-მაინც მომწყინდაო არავინ იძახოდა ერთ და იგივე იდეოლოგია ტრიალებდა. ჩვენ იმ ცნობას გაწვით, რომელიც ყველას მიერ ჯერჯერობით არის დაბლოკილი და ვისაც მობეზრდა ამის მოსმენა, ან მას ვერ იგებს, მას შეუძლია აღარ მოусმინოს და ის საქმე გააკეთოს, რაც შეუძლია. და ის სიტყვა ისმინოს, სადაც თავს შეწუხებულად არ იგრძნობს. მაგრამ გასაკეთებელი კი ეს არის. ერთდროულად ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან რთულიც არის. რთული იმიტომ არის, რომ ჩვენი ცნობიერებაშია ყველაზე დიდი ბორკილი ჩადებული. აქ არ დაუშვა უფალმა, რომ მოსულიყო დიდი ზღვაფული. დიდი ზღვაფული რო შემოსულიყო, მთელი ქვეყანა აქ მოვიდოდა. ვიცით არა? ოლიგარქია მამაო დაგვაყურებსო და ხო დაუდგა და მოოცნება და მთელი მდინარება წარმოიქმნა, თუმცა ეს საკითხებიც უეჭველად დაკავშირებული იყო გარეთ მიმდინარე პროცესებთან. ესე იოლად და ეს შიგნით მიმდინარე პროცესებიდან ნაკარნახევი არ იყო. ამ თემაზეც აღარ გავაგრძელებთ საუბარს. დაკავშირებით ჩავერთვები ახსენე შენ ეს ინფორმაციული ბლოკადა და მე მინდა ჩვენ მსმენელს ყურადღება იმ კუთხით მივაქციოთ და დაუკვირდეთ ჩვენ მსმენელი, რომ ესე იგი თვითონ ამ ფაქტმა უნდა დაგვაფიქროს. ვითომაც და ასეთი დემოკრატიის და თავისუფლების ერაში ვცხოვრობთ, რას ვამბობთ, უბრალოდ რას ამბობდა ბატონ აკაკი 129 წელიწადი თავის ამ მოღვაწეობით და ჩვენც ამ სიტყვით, მოსული სიტყვით ბუნებრივია ვაგრძელებთ მოქმედებას და ჩვენ საქმიანობას, ისე რას ვამბობთ, ისე რომ ჩვენთვის ამ საქმისთვის ყველა საინფორმაციო საშუალება კვლავ დაგეტილია, ბლოკირებულია. და თვითონ ეს რატო ლაპარაკობთ ამას, რომ ამ ფაქტმა უნდა დაგვაფიქროს. თუ დემოკრატია, რას ვამბობთ ისეც. როდესაც დღეს გამოყავთ ყველა ასე ვთქვათ ექსპერტი, ლაპარაკობ ასეთი, რომელიც ყველა გთავაზობს ამ გადარჩენის გზას. და გადარჩენის გზა მართლაც დროის მიხედვით მოცემულია. ეს მინუთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო და ამავე საკითხს უნდა დაუკავშიროთ, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის თითქმის მიღება. გასაგებია, რომ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია და ჯერ კანონად არ ქცეულა, მაგრამ მეგობარ აქტში გატარებული არსი ის არის, რომ არსებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა დასანქცირდეს და უნდა ჩატარდეს ეგრეთ წოდებული თავისუფალი არჩევნები. ანუ ეს თავისუფალი არჩევნები მართლა თავისუფალი არჩევნები კი არა. რომ თავისი ძალები უნდა მოიყვანოს სათავეში. უშუალოდ მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალები უნდა მოიყვანონ საქართველოს სათავეში, რადგან ამ სოფლიო დაპირისპირებაში როგორც უნდათ, აქაც ისე გაკეთდეს. აქაც ისე გაკეთდეს. ეხლა როგორი ვითარება? გასაგებია, რომ ხელისუფლებას ჰქონდა იმედი, ტრამპი რომ შეიცვლებოდა, ამერიკაც შეცვლიდა ამ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ქალი რო ქალია და კაცი რო კაცია, თურმე ეს იქნებოდა პოლიტიკური თანხმიერების მთავარი ჩანგი, რაზეც ერთად დაუკრავდით და უკვე გვეშველებოდა. ევროკავშირთან მოუწია დაპირისპირება, მოუწია ხელისუფლებას დაპირისპირება, იმიტომ რომ ევროკავშირი ვიცით რომ ძალიან რთულსა და ძნელ გზას დაადგა, აღარ ჩავაღრმავებთ ამ მიმართულებით. იარაღა ასხმისკენ მოუწოდებს თავის თავს და ევროკავშირი აპირებს ეთყობა, ევროპა აპირებს ისევ იმ დამუპელ გზაზე გაიაროს, იმ ბრმა სიკვდილით სავსე გზაზე გაიაროს, რომელიც იქნება საბოლოო და დამასამალებელი. გულისხმობ პირველ მსოფლიოს, გულისხმობ მეორე მსოფლიოს, მაშინაც ევროპის გაერთიანება მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ფაშისტური პარტიის მეთაურობით და მოხდა თავდასხმა აღმოსავლეთზე, საბჭოთა კავშირზე და როგორც დამთავრდა ნახეთ, მაგრამ
ეხლა აქეთ საბჭოთა კავშირი არ ხდება, მაგრამ ხდება საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, რომელსაც გააჩნია მსოფლიო პარიტეტის მქონე 7000-ზე მეტი ბირთვული ქობინი და ევროპის თავდასხმა როგორი და რითი დამთავრდება, ყველასათვის გასაგებია. ეს დიდი თემა, ცალკე არაერთხელ ვისაუბრია და შეიძლება შევეხოთ, ხო, ევროპა LGBT სიღრმეშია ჩაძირული, ევროპაში შექმნილია სოდომი, კი ბატონო, ევროპა იყო, რა თქმა უნდა, დიდი პროგრესის კერა, თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური ძვრებით და რევოლუცია სწორედ ევროპის სინამდვილეში განხორციელდა და ასე აღმოჩნდა ევროპა დანარჩენი მსოფლიოს კოლონიზატორი და ეს თვისებრივი გახდა ევროპისთვის და ახლა რთული ვითარება აქვს, იმიტომ რომ კოლონიური სივრცეები ვიკარგება, გლობალისტური იდეა გაიჭედა და ჩავარდა და მოხდა ევროპის წარმომადგენლებისა და ჩვენი ხელისუფლების დაპირისპირება. არ ჩავებით ომში, არ შეუერთით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რაც გაგვანადგურებდა, რა თქმა უნდა. ეს გასაგებია, მაგრამ დიდი იმედები რომ ამერიკაში შეიცვლებოდა და ეს გამართლდებოდა ამათი პროგნოზი, ამასაც ჩვენ სკეპტიკურად შევხედეთ. რატო შევხედეთ თავიდანვე სკეპტიკურად? კაცი ბჭობდა, მაგრამ რომელიც სხვა გეგმები ჰქონდაო. და ამიტომ ჩვენ ვიცით რომ გზა, რასაც ადგას მთელი მსოფლიო, რაგასაც ადგა ჩვენი ქვეყანა, მასონურ კოსმოპოლიტური სისტემა, ფორმაცია და აქედან გამომდინარე მთელი თავისი შედეგებით, ღია თუ ფარული შედეგებით, ესა დაღუპვის გზა და აი ამ პირობებში გადარჩენა არ გამოჩნდება. ესე იგი, ხელისუფალს არ მიეცემა მშვიდად ყოფნის დრო და ჟამი. არ მიეცემა. მარტო აქ არ. სხვაგანაც. და თითქმის ყველგან. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, როდესაც წყდება ყოფნა არ ყოფნის საკითხები, ხო? ამ დროს მშვიდად ვერავინ ვერ იქნება. ისეთი რიგის კრიზისებია წარმოქმნილი, საიდანაც გამოსავალს ადამიანი ისევ ძალისმიერი მეთოდით ეძებს, მაგრამ ძალისმიერი მეთოდები აღარ მოგცემს, არ მისცემს სასურველ შედეგებს და პირიქით მოამწიფებს დედამიწის დაღუპვას. ესაა ყველაზე ცხადი და ნათელი ნიშანი და მაგალითი, იმიტომ რომ მოვლენა ნიშნებით უნდა შეიცნო. ნიშანი მაჩვენებელია, საით მიდიხარ. ხელისუფლებამ დაისახა მიზნად, ასე წარმოვიდგინა, თუ კი კონსერვატული ფორმატზე გადალაგდებოდა, ამერიკაში მოვიდოდა კონსერვატიული ძალა, მოიყვანდნენ ტრამპს, მაშინ ყველაფერი დალაგდებოდა, არა უჭირს ევროკავშირთან ვიყოთ დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ევროკავშირი არ არის ახლა მსოფლიო მართვის სუბიექტი, მაგრამ უშუალებელი ძალა აქვს. ამერიკის ძლიერებით არის ევროკავშირი, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი. ამერიკა თუ გამოაკლდება, ევროკავშირი თითქმის არაფერია თანამედროვე გლობალურ იმპერიებთან. ისეთი როგორც ძალაც გააჩნია ფიზიკური თავის ატომური იმით ჩინეთს, რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ევროკავშირს ეს არ გააჩნია. ევროკავშირი ამერიკის კმაყოფაზე იყო. მაგრამ ეს ნაწილობრივ უკვე ჩავარდა ეს წარმოდგენები. შენ ესეთი წარმოდგენა გაქვს ხელისუფალს. ესე მიგაჩნია, რომ ასე გადაირჩენ თავს. პატრიოტულ ელემენტს გამოიყენებ, ეროვნულ ელემენტს გამოიყენებ, თუ წყობა შენი ცხოვრება ახალ სინგაპურზე გაოცნებებს და გაყიდინებს სამშობლოს, კარი გახსნილი გაქვს და დაგვაცხრებიან, დამაში ფულს ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი უბედურობის უბედურობა. ამ დროს გვეგონა რომ ამერიკაში რომ შეიცვლებოდა სიკეთეს მოგვიტანა. თუნდაც არ მოაწეროს ხელია მეგობარ აქტს. უკვე თქვა პრეზიდენტმა კიდეც რომ არ მოაწეროს, ამით უკვე გვითხრეს. კონგრესშიც და სენატშიც დიდი უმრავლესობით გავიდა. ორივე პარტიაში საქართველოს დასჯას ხარს უჭერს. ეს მეგობარი აქტი კი არ არის, ეს არის საქართველოს დასჯა. რატო? ახსენით მაშინაც, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით საგარეო პოლიტიკაში თუ გინდა რომ გადარჩე, ბევრჯერ მიგვიცია განმარტება,
ბატონი აკაკის შემდეგ, რა თქმა უნდა. რომ რომელიმე მხარეზე გადახრა, გამოიწვევს მოწინააღმდეგეს გაღიზიანებას და ეს რო ღიზიანდება, ეს უბრალო რაღაცა კი არ არის. ეს არის მსოფლიო მმართველობის პრეტენზიის მატარებელი ან პოტენციალში მსოფლიო ძალის მფლობელი სივრცეა, ძერჟავაა და ის რო ბრაზდება, მე სხვანაირად წავა ამ პატარა ქვეყანაში საქმე. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მრავალ ვექტორიანი პოლიტიკა. ხან იმის დაკურზე, ხან ამის დაკურზე. მერე სტრატეგიული პარტნიორი. ჯერ ერთი მართალია გარკვეული პოლიტიკას თითქოს ცვლიდა ეს ადმინისტრაცია, მაგრამ როცა დასავლეთის ქვეყნები ჩვენ უცხოებად მოიხსენიეთ და ასეთი კარგი კანონი მივიღეთ. ეს უკვე ნიშნავდა, რომ ჩვენ ყმობაზე უარს ვაცხადებდით. ამაში იგრძნობა, რომ კონკრეტულად დასავლეთის ყმობაზე უკვე უარს ვაცხადებდით. რა შეიყვარს დასავლეთის ყმობა? ჩვენ როგორც რელიგიური დოგმა ასე ჰქონდა დადებული, რომ დასავლეთი არის სიკეთის წყარო, ჩვენ ვართ მისი შეგირდი, უეჭველად მას უნდა შევერწყათ და რასაც გვეტყვიან მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი სიკეთისთვის არის. უცებ გაირკვა, თურმე ეს ფული შეიძლება ცუდ პოლიტიკური სულებისთვის იყოს შემოსული და უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, მაშინ ღიათ უნდა მოგაწერო ეს დიარლიყი რაც არის. დასავლეთმა აღიქვა ერთიანობაში, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ გადადგული ნაბიჯი. რომ ქართული ხელისუფლება ბატონის გამოცვლას აპირებს. ამაშია საქმე. რომ ქართული ხელისუფლება მიდის და სტრატეგიულ პარტნიორობაში შედის ჩინეთთან. ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ხარ, შეკაი ადამიანი. და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ხარ. ესე იგი, მთელ საგარეო კურსებში და ამ საკითხებში ერთად ხართ. მაშინ ვთქვით, კაცო. მაშინ ბაიდენის ადმინისტრაცია იყო და ეტყობოდა, რომ შეიცვლებოდა და როცა შეიცვლებოდა, ნომერ პირველი მტრად ტრამპის ადმინისტრაციას ჩინეთი ყავს დასახული. ნომერ პირველი მტრად. როგორ ახერხებ ახლა ამასთანაც სტრატეგიული პარტნიორი იყო, იმასთანაც სტრატეგიული პარტნიორი იყო. ორ სკამზე ჯდომას როგორ მოახერხებ? ორ ბატონს ვერ ემსახურებ. ორი ბატონის მსახური გვინდა რომ ვიყოთ და ეს პოლიტიკა დამთავრდება კრახით. ამიტომ იქიდან ის გაღიზიანებული რო არის. ორივე პარტიაში ხედავენ შენს გამყიდველურ მოთამაშეს. შენში ხედავენ ასეც და ორივე სხვა რამისთვის ემზადება. იმიტომაც ვთქვი ეს რა მოყვა, ამას რა მოყვა. გარდა იმისა, რომ ეგ აქტი თითქმის მიღებულია, შეიძლება არ მოაწეროს ხელი, მაგრამ ამით ყველაფერი ნათქვამი აქვს. ამერიკის საელჩო გამოიტანა ღიად განაცხადი, გააკეთა განცხადება, რომ თბილისის სავაჭრო ობიექტებზე შეიძლება მოხდეს ტერორისტული აქტები და თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ გაფრთხილდეთ და განერიდეთ. სწრაფად მოყვა ჩვენი უსაფრთხოების მინისტრის უწყების განაცხადი, რომ არავითარი ამის საფუძველი არ არსებობს. მეგობარი პარტნიორი ქვეყნები ამ თემებზე ისედაც თანამშრომლობთ და არავითარი ამის წინაპირობა არ არის. როცა ამერიკის საელჩო ამის ღია განცხადებას აკეთებს, ეს ჩვენს მეგობრობას ხელს უშლისო. ყველაფერი არ უთქვიეთ, მაგრამ ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ეს მეგობრული აქტი აღარ არის. მოდი არ ჩაურმავდნენ გასაგებია. მაგრამ ეს განცხადება რას ემსახურება? ეს განცხადება ამ შემთხვევაში ემსახურება იმას, რომ ის მხარე დაინტერესებულია დედაქალაქში დესტაბილიზაციით. შინაარსი ეს არის. სინამდვილეში თუ კი ქვეყნები მეგობრები არიან და პარტნიორები არიან, ისინი ზრუნავენ, რომ შესაბამისი ტერორისტული დივერსიული ტერორისტული და ასე შემდეგ აქტები რომ არ მოხდეს, შესაბამისი უწყებები თანამშრომლობენ, ისე ხდება ამ პროცესების აღკვეთა, რიგითი ხალხი ვერ ვიგებთ ამას. და როდესაც ამ უწყებებს შორის არ ყოფილა ურთიერთგაცვლა, გამოცვლა, თანამშრომლობა, მუშაობა, როგორ ეს თუ იცის ამერიკის დაზვერვამ, რომ საქართველოში ესეთი რაღაცები მზადდება, განა
არ უნდა გაანდოს თავის მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს და განაერთობლივად არ უნდა მოხდეს გარკვეული რეაგირება, რომ აღიკვეთოს? შენ როდესაც გამოდიხარ და საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებ, აქ სხვა რამე შეა საქმე უკვე. ამას აღარ ჩაურმავდნენ. ესაა მინიშნება, მუქარაა ფაქტიურად იქიდან წამოსული. ჩვენ რა ვთქვით? მოთამაშის პოლიტიკას მოყვება სასტიკი მრისხანება. მოდი ობიექტურად შევხედოთ ახლა ვითარებოს როგორია. ტრადიციულად რაც დაგვიმკვიდრეს და ჩაგვაგონეს ტერორისტულ აქტებს აწყობს ისლამისტი რადიკალები. ყველაზე დიდი საფრთხე მაშინ როდის ჰქონდა საქართველოს, რომ აქ მოეწყოთ ისლამისტ რადიკალებს აფეთქებები და ტერორისტული აქტები, ალბათ მაშინ და სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მათ ქვეყნებში ვიყავით, დასავლეთის მხარდამხარ ვიბრძოდით და მათი ქვეყნის პატრიოტებს ვებრძოდით. ეს იყო ერაყი, ეს იყო ავღანეთში ყოფნა თუ სხვაგან. სხვადასხვა მისია. აი მაშინ შეიძლება უფრო მეტი საფრთხე იყო. რომ ჩვენი სამხედრო ნაწილებიც უპირისპირდებოდა და საქართველოშიც გადმოეტანათ ერთგვარი ტერორისტული ომის ეპიცენტრი, რადგან ჩვენ მონაწილე ვიყავით დასავლეთთან და ევროპასთან და ამერიკასთან ერთად მათ წინააღმდეგ ომში. იქაც ცდილობდნენ ჩაეტარებინათ ტერაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც და ამ კოალიციის მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგაც თუ მივიჩნევთ, რომ ისინი არიან მხოლოდ ტერორისტები, მაშინ უფრო იყო საფრთხის ქვეშ ქვეყანა. დღევანდელი გატარებული მრავალვექტორიანს რო ეძახ პოლიტიკას, ასე თუ ისე მეტნაკლებად საკმაოდ დალაგებული და ზომაზე მეტად გადონლაგებული ურთიერთობაც გვაქვს არამხოლოდ სამყაროსთან, თვითონ ირანთან, შუა აზიის ქვეყნებთან. ჩვენ ახლა არც ერთ ქვეყანაში არავით არის საერთაშორისო მისიით, მე მგონი არ ვიღებთ მონაწილეობას. ამიტომ ყველაზე ნაკლები საფრთხე მათგან, რომ მათ აქ ტერორისტული აქტები ჩაატარონ, სწორედ დღეს გვაქვს და არა გუშინ. მაშ ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული, რომ თბილისში აფეთქებები გამოიწვიოს, რასაც უნდა მოყვეს არეულობა, ხელისუფლების უკმაყოფილება და ხელისუფლების დამხობა, ვინ უფრო დაინტერესებული? ქუჩაში რო ყავთ გამოყვანილი ხალხი, ევროპული ძალები ხო არ არიან დაინტერესებული ამით? შემდეგ, როცა ასეთ ტიპის განცხადებას აკეთებ, ხელფეხს ხო არ უხსნი სხვადასხვა ავანტიურისტს, რომ ხელი მოიტყოს ამ მდგომარეობით? ესე იგი რა გამოდის? ამ პატარა საქართველოს ამხელა ვებერთელა დევმა გინდა რომ მიუსიო კვლელები? რა გამართლება აქვს იმათ აქციებს? ჩვენ რომ ხსნელი გვეგონა დასავლეთი, თურმე შეიძლება ასე გაგწიროს. მაგრამ მეორე მხრივ, რას ვიძახოდით? გადარჩენისთვის რა არის საჭირო? რა გვაქვს უფლისგან მოცემული? ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით და არა თამაში და ქანაობა აქეთ თუ იქით. ვირეშვაკობა. ვით აი ინვესტორი მოვიდა და იყიდა და აშენა. ინვესტორი ეს არის იმ კორპორაციის, იმ ქვეყნის, იმ პოლიტიკის წარმომადგენელი, მკითველი პატრონი, ფაქტიურად შენ ქვეყანას ხან ერთს გინდა რომ მიაკუთვნო რაღაცა გამორჩენა მიიღო, ხან მეორეს. შენ გინდა რომ იმის მოწინააღმდეგეს ხელში გადავიდეს და უშოთ ეს სპორტები, ეს ტრანზიტით და ან პირიქით და ასე შემდეგ. შენ ამით მათ ბრძოლაში ეკებმები და მათ ბრძოლის არბილად შენ ტერიტორიას ხდი. და მას ფარავ იმით, რომ იცი რა, და აი ინვესტორებს ვეძახი რა, აი პორტი უნდა აშენდეს თუ არ უნდა აშენდეს. ამ ფარულ ყველანაირ ჩანაფიქრს ყველა ძალიან კარგად შიფრავს. ყველაფერს ჯობია რომ გადარჩეს ქვეყანა, რომ იყოს ნეიტრალური განსაკუთრებული სტატუსით. ოღონდ მარტო ეგ არ გვიშველის ფორმაციული ცვლილებაა საჭირო, რაც ყველაფერი არის გაერთიანებული და ჩამოყალიბებული. აი რო იძახიან, აბა რა გვაქვს გასაკეთებელი? აი ესა გვაქვს გასაკეთებელი, ისე იმას უბრუნდები. ოღონდ ეს სახელმწიფოებრივად გვაქვს გასაკეთებელი და ვინ შეაბავს ეჟვანს კატას? ეს ხელისუფლება? არ უნდა მიხმარება ამ საკითხში ამ ხელისუფლებას?
არ გვინდა რაღაც გაერთიანება ჩამოვაყალიბოთ, რომელიც უფლის სიტყვის მიერ მოწოდებულ პრინციპებს აიღებს თავისი მოქმედების საფუძვლად, ანუ მეოთხე ყრილობამდე მისვლა, მეოთხე ეროვნულ კრებამდეა მისვლა საჭირო, კრება ყრილობამდე. სადაც ეს წამყვანი ძალების უმრავლესობა შევთანხმდებით. დიახ. ანუ გამართლება აქ იმის აქციას, შენ იწვევ. და რო გადარჩე ესაა გასაკეთებელი. თუ არა ის შენ დაგიპირისპირდა, იმან თავით შეირცხვინა. მაგრამ ვერ ხედავთ რომ აქ რა დროში გვიწევს კაცო, ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება. ჩვენ ისე ცეცხლს ვეთამაშებით და ვერ გვესმის რომ ცეცხლს ვეთამაშებით. რამს ტყვია ესროლეს. კლაუდნენ. ტყვია გასროლი ხალხო. ხელმძღვანელებს არ ინდობენ. ქვეყნებს არ ინდობენ, სოფლიოს არ დაინდობენ, თუ კი ამის საბაბი მიეცემათ. ჩვენ ყველანაირი საბაბს ვაძლევთ. იმიტომ რომ არ გვინდა უფლის მიერ მოწოდებული სიტყვის პრინციპების მიხედვით ვიმოქმედოთ და ბოროტების გზის დაგდებისკენ წავიდეთ. ევროპის დრო მიდის, ნიშნად რა დაიდო, გავემიჯნეთ, ევროპა გვიპირისპირდება. ევას დრო მიდის, ევა ვეღარ იქნება პირველი. ვენახის დრო მოდის, ვე გახდება და უნდა გახდეს პირველი. მე ვენახეები კიდე ჩვენ ვართ ქართველები. ვენახის კულტურის საფუძველი კიდე აქ არის. მაგრამ როგორ ვიქცევით? ვიქცევით როგორც ბოროტი მე ვენახეები. აი რა არის მთელი ჩვენი უბედურება. ერთი რომ უგზარმაზარ საინფორმაციო ბოიკოტში მოვაქციეთ. ახალი სიტყვა, ახალი სიტყვის მომტანი, ტაბუ დავადეთ. ტაბუს ახსნა არ გვინდა. იმ ძველს ვერ ვეშვებით. ეს ერთი. ახლა შეშილილებს რადალებს კაცო, მით უმეტეს ჟამია და ძალიან ბევრს თავისთავად თამარ მეფე წარმოუდგენია, რომ ის არის დავით აღმაშენებლად წარმოუდგენია, ძალიან ბევრს ქრისტე წარმოუდგენია, ყველაზე მეტად კიდევ და ასე შემდეგ და თუთ მაგაწეწილიანთ, მააბურძნულიან რაღაც ისეთი გამოხდომით მოიძებნა დიდი სამბით ეს სპეცსამსახურების ზოგიერთ წარმოადგენლობა არეკლამებს და ამ დაბნეულ ხალხს ხანსად მივარბეინებთ, ხან სოფლებს ვამრგვალებინებთ, იდეაში რა თქმა უნდა, ხან მიწის ქვეშ ვაძრომიალებთ და ასე შემდეგ, ანუ დაბნევის ყველანაირი საშუალებებიც არის, ხან ფრინავთებს ვალოდებთ, ყველანაირად ვაბნევთ, რომ აქ არ მოხდეს თავმოყრა იმ ქართული აქეთ არ მოიხილოს, აქეთ არ, ყველა მიმართულებით გზები გვაქვს გახსნილი, თავისი პატარ-პატარა ტელევიზიებით, პატარ-პატარა პარტიებით და ხო, აი ესეა. და რა რითი შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი, ძალიან ცუდად. აი რო ჟამია კიდევ პირდაპირ შეგვიძლია რა ნიშანი, აი ნიშნებით შეიცნობა და 9 მაისი მართლაც ულოცავ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს, მართლაც ფაშიზმზე გამარჯვებას. ფაშიზმი იყო და ნაციზმი იყო კაცობრიობის დიდი მტერი, თუმცა მას თავისი მშობელი ჰყავდა და ეხლა ამას ჩვენ არ შევეხებით. და ის ფაშიზმი დაიძლია ქართველი კაცის მეთაურობით და ყველაზე დიდი სისხლი და მსხვერპლი გაიღო, თითქმის ყველაზე პროცენტულად რო ავიღოთ, ქართველმა ერმა. ამიტომ 9 მაისის დღესასწაული სოფლიო მნიშვნელობის არის და ყველაზე დიდად სწორედ ჩვენ გვერგება და ჩვენ მამა-პაპას ერგება და გილოცავთ. კიდევ ერთხელ, თუმცა აქაც ხედავთ როგორ გახლიჩეს და როგორ გაყვეს საზოგადოება. ერთი ნაწილი ევროპის დღეს ზეიმობს, არა და ის გაერთიანებული ევროპა იყო, რომელმაც ის ჯოჯოხეთი დაატრიალა, რასაც მეორე მსოფლიო ომი ქვია, ფაშისტური დროშის ქვეშ იყო გაერთიანებული და დღეს LGBT დროშის ქვეშ გაერთიანებული კოსმოპოლიტური ევროპა კვლავ შეაყენეს მსოფლიო განადგურების რელსებზე. და სხვათა შორის, აი თუ ნიშანია და სწორედ ესაა ნიშანი, ბატონი სი ძინპინი ჩამოსული იყო, ჩინეთის ლიდერი, ვიცით ეს კარგად და წამოსulis წინ მან ასეთი განაცხადი გააკეთა, რომ სამწუხაროდ დღესაც ისეთივე გზაჯვარედინის მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, რომ ზუსტად ისეთი ფაშისტური ამპარტავნობით მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად
როგორც მაშინო. და ასეთ გზა გასაყარზე ვართო და ეხლა კვლავ მოუბრუნდეთ ამ საკითხს. ჩვენიდან ხო არ ვიჯერებთ რა ქართველმა თქვა და აბა ნუ რა არის და აი დიდი ნიშანი, დიდი თითის ჩასაყოფები გვინდა რა. ეხლა მსოფლიო ქვეყანაა ჩინეთი, მსოფლიოს ლიდერს წარმოადგენს სი ძინპინი და ესეც ადასტურებს, რომ ისეთივე ტიპის გზა გასაყართან დგა მთელი მსოფლიო, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ისეთივე ფაშისტური ამპარტავნობით ლაპარაკობს დასავლეთ და შტატებიო ამ შემთხვევაში და ახლა ჩვენ წარმოვიდგინოთ ამ ხელა პიროვნებას ადასტურებს და ერთდროულად ამ ორ მხარეს უზარმაზარი ბირთვული არსენალი არსებობს. აი როგორ ხდება ამ ამბების ტრიალი, აგერ დიდი ხანი არ არის როგორც უყურებთ ინდოეთსა და პაკისტანს შორისაც. აღარც მოახდინეს ისეთი რამ რომ იქნებ ეს ორი ბირთვული ქვეყანა მაინც შეეჯახოს ერთმანეს და ამოწყვიტოს მსოფლიო თითმა ნაწილმა ერთი მეორე ევრაზია განადგურდეს, გადაითელოს ამ მილიონების ამ ხოცითა და აქეთ გადასვლა გადმოსვლით არა. ამის მცდელობასაც აქვს ადგილი და ამაშია საქმე, სწორედ რომ კაცობრიობა ყოფნა არ ყოფნის ბეწვის ხიდზე გადის და ბეწვის ხიდზე გადარჩენის გზა აქ არის. კიდევ რა ნიშანი არის ის, რომ მართლაც ამ დროში გვიწევს ცხოვრება. სიონის ბრძენ თაკრების ოქმს ვინც იცნობს. არა და პირველად ბატონ მაკაკიმ გამოიტანა მსჯელობის საგნად. განარიცოდნენ ამ ოქმების არსებობა, ოღონდ იყო გასაიდუმლებული, დაფარული და ვინც ამის გამოტანას სადა და გამოიტანეს ძალიან მალე გაურკვეველ ვითარებაში დაასრულეს სიცოცხლე. მაგრამ არ არსებობს დაფარული რომ არ გაცხადდესო და გაცხადების დრო მოვიდა და ეს გვამცნო ახალმა სიტყვამ, ეს მოგვიტანა ეცნობა ბატონ მაკაკიმ და თავადვე შეუდგა იმ დაფარულის გაცხადებას და 24 ოქმის განხილვა, საზოგადოების მსჯელობის საგნად ქცევა, თალმუდის მცნებებთან შეთავსებით პირველმა გაბედა ამ პიროვნებამ და გამოიტანა რომ დაინახეს საჯაროდ აქ ხას უსვავს საჯაროდ ის გაზეთები ჩვენც გვეჭირა მთელი ჩვენ საკმაოდ დიდ ჯგუფთან ერთად და მთელ საქართველოში დავატარებდით და ვისაც კი წერა-კითხვა შეეძლო ყველას ვაძლევდით და გადავცემდით და დიდი ნაწილი გიჟებს გვეძახოდნენ იმ პერიოდში ეს რა სისულელებიო, მაგრამ მწიგნობრებმა უყურეს და რო დაინახეს რომ არ მოკლეს პიროვნება ამ თემებზე ხარისხებით დავიცავით. ხო და იქ წერია ასეთი რამ რომ ჩვენ მსოფლიოს დავასვავთ მსოფლიო დიქტატორს, რომელიც ერთდროულად იქნება გაერთიანებული რელიგიების მსოფლიო პატრიარქი და იქნება მსოფლიო მეფეც. ასეთია მათი წარმოდგენით მოშიახი. მართალია ერთი დიდი გლობალისტური იდეა LGBT დროში წამოწყებული გაუჩერდა და ჩაეშალა. ახლა ვამბობთ რომ მიდის მცდელობა ამერიკის ეგემონობით, ამერიკის მსოფლიო მმართველობით იგივეს გამეორება რაღაცნაირად რა. და უნდა შეგვაგულონ რომ ერთდროულად დიქტატორიც რომ არის რა 60 ქვეყნის ლიდერი და პრეზიდენტი, მე ახლა არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც არ გაკადრებთ ჩვენო ძვირფასო მსმენელო, თუმცა ამ პიროვნებამ მთელ მსოფლიოს აკადრა, მოდიან და მკოცნიანო, ნუ ეს როგორც არ ვიცი, რომის დიქტატორი კალიგულა ან რაღაც ესეთი გამონახტომები შეურაცხყოფა სენატის და საზოგადოების იქ თუ გაგვიგია, იქიდან თუ ვიცით, რა, ისეთი დიქტატორისაც შესაძერის, ესეთი აგდება მსოფლიო საზოგადოებრიობის დაცინვა ერთდროულად და როგორც გვეუბნებიან სოციალურ ქსელებში ვრცელდება რომ ეს კადრები გაავრცელა თვითონ ამერიკის ადმინისტრაცია ინფორმაციის დარგის მიმართულების ამერიკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ეს არ არის ფეიკიო, როგორც გვარწმუნებენ. რომის პაპის ტანისამოსი და რომის პაპის სავარძელში ჩამჯდარი ტრამპი გვევლინება. რა ნიშანია და რას უნდა შეგვაგულონ, რომ აბსოლუტური მონარქი რომ გახდეს, ესე იგი ეს უნდა იყოს
მსოფლიო რელიგიის პატრიარქი და მესეურიც, ხო? მსოფლიო რელიგიის ზოგად პატრიარქობასა და მესეურობაზე პრეტენზია ვატიკანს აქვს. ზოგად ქრისტიანობაში პირველობის მოსურნე რომ არის ჯერ ერთი და დედამიწაზე შეუცდარი ეს პაპიზმის გვაკუთხედი და ფორმულებია, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. მერვე საეკლესიო კრება ჩაითვალეს რომ ჩაატარეს და მართლმადიდებლობაში გააუქმეს საპატრიარქოები და დატოვეს მხოლოდ 3. ფორმალურად ეს 100-ია, დაარქვეს ამას მერვე საეკლესიო კრება და სხვათა შორის მე როგორც ვიცი, მართლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენლობამ სულიერად იცოდა და ვიცით რომ მეორედ მოსვლის ჟამს ჩატარდებოდა მერვე საეკლესიო კრება. სადაც ჩვენ ჩამოგვაქვეითეს და ვინც დატოვეს საპატრიარქოები, ამ საპატრიარქოებმა უნდა აღიარონ რომის პაპის უზენაესობა. პირველობა. კი ბატონო. ამავე დროს სოფლიო ეკუმენისტური მოძრაობა, რელიგიათა გაერთიანების მოძრაობა წამოწყებული იყო და ვიცით რომ იქაც ვიყავით გაწევრიანებულები და სოფლიოს გაერთიანებული ეკლესიის ლიდერი ვინ უნდა იყოს თუ არა რომის პაპის ამბიციის მატარებელი სოფლიო პოლიტიკის ლიდერი. ამერიკა დებს თავს ყოველ შემთხვევაში ტრამპიზმი ასე უნდა გავიგოთ და ასე გადმოგწევს პირდაპირ ამერიკა ისეთი უძლეველი და ისეთი მძლავრი უნდა გახდეს როგორც ჯერ არასოდეს ან ოდესღაც თითქოს იყო რა. ესე იგი ამერიკა უნდა მართავდეს ყველაფერს, უნდა განაგებდეს და ამერიკის ლიდერი უბრალოდ მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი კი არა, როგორც სულიერი ლიდერიც უნდა იყოს. ამიტომ ამ ფორმასაც უნდა შევეგუოთ. ეხლა ტრამპი ეს ტრამპლინია მომავალი ვისაც თავში დასვავენ ხოლო ღიად ეს ნიშნებზე საუბრობ ჩვენ ეს უკვე ღიად უფრო ასე უნდა გავიგოთ აი ესეთ შემოგვაშველეს. კი ბატონო, თუმცა კათოლიკურ სამყაროს ახალი რომის პაპი ყავს უკვე აირჩიეს. წინარე რომის პაპი აცგარდაცვლილი იმით გამოირჩა რომ LGBT თემა შემოიტანა და ერთსქესიანთა ქორწინება დაამკვიდრა. ფაქტიურად სოდომიზაციას გზა გაუხსნა. ყველაზე მეტად ანტიქრისტიანულ პოზიციებზე გადავიდა და ფაქტიურად მართლაც ეგრეთ წოდებული ჩვენი ქრისტიანული თვალსაზრისით ანტიქრისტესთვის გზების გაკვალვაში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაიდგა წინარე პაპის მიერ, მაგრამ ახლაც მართლაც საფიქრებელი გაუჩნდათ, იმიტომ რომ LGBT დროშით და სოდომით მსოფლიო ერთმართველობამდე მისვლის გზა გლობალისტური, ულტრაგლობალისტური გზა გაიჭედა და გაჩერდა. ეგ თავიანთი გადასაწყვეტია საით რა საირჩევენ. ქართველებს ჩვენი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ბოლომდე ვერ გადავწყვეტთ. რომ ჟამია მართლაც და რომ ოქმებში რო გქონდა ჩაწერილი და არ გვეჯერებოდა. ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა რომ მართლა არის ეს ოქმები შედგენილი მათი სიონის ბრძენთა მიერ თუ მეფის ოხრანკის ვიღაც ან სპეცსამსახურის ადრეულ პერიოდშია შედგენილი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რომ ეს ხდებაო. ისე ხდება როგორც იმ ოქმებშია გაწერილი. ნებისმიერ შემთხვევაში ვიღაც მართლაც გენიალური პიროვნება იყო, რომელმაც ეს შეადგინა და მსოფლიო ბატონობის პოლიტიკური გეგმა. და რელიგიური პოლიტიკური მსოფლიო ლიდერის სურათხატსაც გვიდებენ და როგორც ჩანს ჩვენი მსოფლიო მაჯის მოშინჯვა ხდება. როგორ მიიღებს საზოგადოება, რა რეაქცია ექნება და ასე შემდეგ. ჩვენ ვამბობთ, რაც მეტად შეეცდებიან. ჯერჯერობით ამას თითქოს უფრო კომიკური და კარიკატურული სახე აქვს ჩვენ ასე გვესმის. რაც მეტად ეცდებიან, ეს რეალობაში განახორციელონ, მით მეტად მოამწიფებს ადამიანი თავის განადგურების საკითხებს დედამიწაზე. ეს მოცემულობაა. ეს ნიშნები არის. სიძინპინმაც დაადასტურა რომ ურთულესი ვითარება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ამ რომის პაპის ხალათში გამოწყობაც იმას გვიდასტურებს, რომ
ხო, რეალობა ასეთი სოფლიო გაერთიანება უნდა და ამგვარად უნდათ რომ მართონ და იყოს ეს დიქტატორი. დიქტატორის ნიშნებიც სრულიად სახეზეა. ეხლა აქეთ ეძებენ საქართველოში დიქტატურას და ეხლა საწოდაობა რომელი დიქტატურაზეა ლაპარაკი, აქ სხვა რამე გჭირს. ქართველები პირველ რიგში საქართველოს ვანგრებთ და ეს არის ჩვენი დიქტატურა ეს არის. საქართველოს დიქტატურა არის ის რომ საქართველო და ქართველი თავის თავს ანგრევს, თავის თავს ყიდის. ეს არის. არ შემიძლია არ გავიხსენო კობახიძეს სიტყვა 9 მაისის ღონისძიებაზე გააკეთა, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მისული იყვნენ სამამულო ომის, მეორე მსოფლიო ომის დაუბრთა მემორიალთან, კითხეს რომ ევროპის დღეზე რა სიტყოდითო. ევროპას უციმე დღეები უდგაო. თანაუგრძნობთ ყველანაირად და ციმე დღეები უდგაო, იმიტომ რომ მიგრაცია საშინელიო და არა მარტო ეკონომიკური პრობლემებიაო და რაცო ვიზე ვლაპარაკობ, თვითონ ჩვენ არ გვიდგა ეგ პრობლემები? არ გვანადგურებს მიგრაცია? არ არის ქართველი აქედან გაქცეული? ევროპას რა პრობლემებიც აქვს? ჩვენ ხო გვაქვს იგივე პრობლემები და გაცილებით თუ არასად. 80 მილიონიანია ბოლოს და ბოლოს გერმანელი და მრავალ ათეული მილიონიანია იტალიაც, საფრანგეთიც და ჩვენ 3 მილიონი ნახევარიც აღარა ვართ დარჩენილი. პრობლემას ხედავს რომ იქ არის პრობლემა და იმათ ცუდად აქვს საქმე. და ჩვენ კი ყალბ რაღაცა ცნობებს ვავცელებთ რომ თითქოს აი ძალიან ვიზდებით და ძალიან წინ მივდივართ. დიდი ხანი არ არის რაც ასევე ტელევიზიით გვამცნეს ერთ-ერთ პარლამენტის კომიტეტის ხდომაზე რომ დღეს ის ქვეყანა აღარაა საქართველოს საიდანაც მუშახელი გადისო. დღეს აქ მოდიანო და ტოპ 5-ში მყოფი კომპანიებმა აქ დაიმკვიდრეს და ყველანაირად მათ მუშახელს ხელი შეეწყობა ოღონდ ჩამოვიდნენ ოღონდისა. ისე კი ცოტა მოწყენით კი აღნიშნა მომხსენებელმა რომ აქ შემოდიანო უფრო უცხოელებიო და ცოტა საფრთხეს შეიცავს ეგო. ხო, ადგილმა მოიზიდა ბიზნესი, ასე ვთქვათ. და თავისი ხალხი მოყავს და ქართველი კიდე გარბის. ევროპას რო პრობლემა აქვს, ჩვენ ხელა პრობლემა არავის არ აქვს. არავის არ აქვს. და იმ გზით მივდივართ, რომ გარედანაც მოვა სასჯელი და შიგნიდანაც. იმიტომ რომ ევას დრო კი წავიდა და ევროპა იმ გზაზე არ დგა, რაზეც უნდა იდგას, გავიგეთ, მაგრამ ვეს დრო და ვენახის დრო მოდის. მაგრამ ჩვენ ჯერ ისე ვიქცევით, როგორც ბოროტი მევენახეები. ეს კი თავის განადგურების რეჟიმია. ხო, რამდენად გასაგებად ვისაუბრეთ, არ ვიცი. ან რისთვის და ვისთვის საუბრობთ ხანდახან მაგ კითხვასაც ვსვავთ. ამ კითხვასაც ვსვავთ. რომ მატება არ შეინიშნება. ნუ არც კლება, არც მატება. დამოკიდებულება, ასე დამოკიდებულებას, რომ ნელთბილი დამოკიდებულება ქვია. და ეს ნელთბილი დამოკიდებულება ჩვენდანი კი არ არის. აქ კი რომელზე კი არ არის. მოსული სიტყვისადმია ნელთბილი დამოკიდებულება. და მოსული სიტყვა უფლისაა. ეს უფლის სიტყვა სიტყვის სახით უნდა გაცხადებულიყო. და ამ სიტყვისადმი გვაქვს ნელთბილი დამოკიდებულება. ახლა იმასზე აღარაფერს ვამბობ, რომ მკვლელებს და მეძავებს ჩავაბარეთ და ჩავბარდით. გადავწყვიტეთ, რომ აკაკი თუ აღარ არის და ესე იგი ნინევეს სასწაული ყველას ეხებაო და ეს აღარო და ამიტომ ახლა მოწინააღმდეგე და მოღალატე უნდა მოვკლათო. და ვერ გავიგეთ, რომ იქ სადაც წერდა და დაიწერა, რომ მოვიდა ბეჭდის ახსნის დრო და ბეჭდის ახსნა წავიდა და დაწერილია და ურდებს ბატონ აკაკის. ვინც მოწინააღმდეგეს დამარცხებას, მოწინააღმდეგეს მოკლით ცდილობს, რომ სატანაა მასთანო. თითქოს აკაკი რო აღარ არის ჩვენს გვერდით და წავიდა ამ ქვეყნიდან, ეს თეზისების თან წაიყოლა.
და ახლა ჩვენ უნდა დავდგეთ და უნდა მოვკლათ მოწინააღმდეგე. ეს რა სულიერ საკითხებზე საუბრობ და ვისაც ყურია გდე კი ბატონო გაიგოს. ჩვენზე მეტი იციან, მაგრამ ამ ნახევარწოდნეება შევაშველოთ მაინც არიან. სულიერად მკვლელებად ვიქეცით სინამდვილეში. დაბა გამოვიხედოთ რა გზა სადგა. პირველი ნიშნები კიდე საქართველოდან იდება. და შესწორება დაძულება საქართველოს ჭირდება. ხო, ამაშია საქმე, რომ საკუთარ მანამ დრო არის საკუთარ თავში ყოფილი. ეს შევასწოროთ. დიახ. ეს შევასწოროთ და გამოვასწოროთ. თუ უკვე გვიანი არ არის. ჩვენ კვლელობის გზით საკითხების გადაწყვეტას უწყობთ აქედან სულიერად. ხელს. და რა მდგომარეობა მსოფლიოში? იხსნება, გვარდება საკითხები. თუ უფრო დიდი ომისათვის ხდება დარაზმა და მომზადება. არ არის ნიშნები თუნდაც პაკისტან ინდოეთის მიმართულებით ბირთვული ქვეყნებია. არ არის ნიშანი რომ ევროპა ტრილიონს გამოყოფას აპირებს რომ იარაღი უნდა აისხას რამოდენიმე წელიწადში და არავის არ უნდა იქ ვინც არის უკრაინაში ომის გაჩერება იქ ცხელი უნდა იყოს უნდა დუღდეს. და რა გააკეთა ტრამპმაც რო ერთ დღეში დავამყარებო ხელმოწერები ჩაიდო ჯიბეში მიწის ქვეშ რაც არის იმ სიმდიდრეებზე მოაწერინა ხელი რა შეეძლო და გაბრუნდა ქუდი დაიყურა და გვერდზე გადგა. ჩერდება მისა. ხო, ჩერდება აქეთ ისრაელის პალესტინის მიმართულებით. არც მანდ ჩერდება. ეს კი ნუ რაღაცა სხვა ნიშნებით გვეძლევა ახლა ერთის მხრივ ვინმის გადაიბირებს ახლა ირანთან შეეძლო უფრო მეტად გაერთულებინა ამერიკას მაგრამ რას მოლაპარაკებით წარიმართა ხო ჩვენი ინტერესი რა უნდა იყოს აი სულიერი თვალსაზრისით ხელი არ მიგიწვდება და რა აი ხო ლოცვით აი ხო როგორ უნდა ილოცო ახლა აი სიტყვას აკძალა რას ვდებთ ახლა ფიზიკურად ჩვენ ვერაფერს ვერ ჩავდებთ მაგრამ ჩვენ სიტყვაში რას ვდებთ ჩვენ გვინდა რომ იქ გასხდეს დაიწყოს დიდი უბედურობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის ხელი მოითმოს იმან ვინც ამას გეგმავს არა უნდა ჩაეშალოთ ხალხების ერთმანეთზე გადაკიდება ერების ერთმანეთზე გადაკიდება სხვადასხვა მოტივებით სხვადასხვა მიზეზებით სხვადასხვა საბაბით რომ დედამიწაზე მილიარდამდე დავიდეს მოსახლეობა ეს გეგმები უნდა ჩაშლილია მილიარდამდე კი არ დავა ყველაფერი გაწყდება სხვა დრო არის აი ესა ჩვენი სათქმელი ამ კითხვებზე რამდენად შევძელით რომ ამოგვეწურა ეს უსასრულო დიდი თემები აი სხვა საკითხია მაგრამ რა ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ცდელობას არ ვაკლებთ ეროვნული თანხმობით ურთიერთ მიტევების გზით ყველა შეიძლება შევცდეთ გადაუხვიროთ მაგრამ ეს არ უნდა იყოს მარადიული შეცდომა მანამ ცოცხლები ვართ ამ შეცდომის გამოსწორების დრო და საშუალებაც უნდა მივცეთ ერთმანეთს არ გამოვა მოკვლის დახვრეტის გზით ანგარის გასწორების გზით საკითხების გადაწყვეტა აი ესაა ყველაზე მთავარი დიახ შვიდობას ალტერნატივა არ აქვს ძველი ცნობიერებით რომ გინდა რომ ძალით გადაწყვეტო მოკვლის გზით გადაწყვეტო აღმოაჩინე რომ ვერ გადაწყვეტ მაგრამ გადაწყვეტ კი დედამიწაზე სიცოცხლის დაყოფის საკითხებს ამას ხელს შევუწყო იქ ახლა კარგად ისაუბრებთ რამოდენიმე სიტყვას დავამატებდი ჩვენს მენელის საყურადღებოდ ეს რო ასე იქნებოდა აი ამაზე ჯერ კიდევ ბატონი აკაკი გვაფრთხილებდა ამდენი წელიწადი და ჩვენც ახლა ჩვენი საუბრები სწორედ ამას ემსახურება რომ აი დღეს სხვა დროა ეს იმას ნიშნავს რომ თუ ვერ გავერკვიეთ ამ დროს ყოველ დროს თავის მოთხოვნები აქვს რა დედამიწაზე რა პროცესები მიმდინარეობს რა არის ამ ყველაფრის მიზეზი ანუ თავში ბევრი რამე გვაქვს დასალაგებელი ადამიანებს თანამედროვე ადამიანებს და გადასაწყვეტი საერთოდ რა გვინდა კითხვა უნდა დაუშვათ საკუთარ თავს რას ვეძებთ თუ ვეძებთ და სწორედაც ეს გვაფრთხილებდა ბატონ აკაკი რომ დღეს ის დროა როდესაც ჩვენ ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი რომ თუ ველოდებით რომ არ გამოჩნდება რომელიმე ადამიანი დღეს კერპი ლიდერი რომელიც ამ მდგომარეობას შეგვიძლია ასიკეთოს
რომ არ გამოჩნდება რომელიმე ორგანიზაცია, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც ამ მდგომარეობაში შეგვიძლია. აღარ ვლაპარაკობ ქვეყანას. ტყუილად ველოდებით ასე ვთქვათ ცხილებში ხსნელს, გადამრჩენელს არ გამოჩნდება, იმიტომ რომ სხვა დრო არის. და ყველა ჩვენთვის მოსაწოდე არავინ არ გამოჩნდება. ანუ საითაც ვის იმედიც ხონა დავამყარეთ, დრო მარჩვენა რომ იქ შევდით ჩვენ. და ყველასთვის მოსაწონი უნდა იყოს ჩვენი სიტყვა. ანუ რასაც ითხოვს ეს სიტყვა, ის პროგრამა, ანუ ღმერთი რასაც ითხოვს. აი ეს დრო არის და მთლიანად ფაქტს თუ შევხედავთ, მთლიანობის ეს საქმეც ასე მიდის, რაზეც საუბრობთ, ეს ცუდად მიდის. ამაში გვიჭირს ჩვენი წმენი საკითხებია. და დღეს როგორ არის საზოგადოების ნაწილი, როდესაც აი საუბრობთ, ასე ვთქვათ, აზროვნება დაყოფილი. ერთი ნაწილი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს დედამიწაზე, ქართველები ვიყავით ვართ და ვიქნებით. ანუ ასეთი მიდგომაც, ასეთი აზროვნებაც დაღუპულია. მე უნდა ვიცოდე რომ ამ დროს ანტიქრისტე გველაპარაკებს ასეთი ცნობიერებით. მეორე ნაწილი ამბობს, რომ მაინც აღარაფერი გვეშველება აზრი რა გრამის კეთებას. ასეთი მიდგომაც დაღუპულია. და ამას რა თქმა უნდა. ეხლა ის სწორია, ჩემო ზურაბ. და არის ამ საკითხებს რო ხას უსვამთ, ეხლა ვიმოქმედოთ და აბა რა უნდა გავაკეთოთ და კაცო, როცა ესეთი აზრებით ხარ დამუხტული ან ერთით და ან მეორეთით, საქმე არ გამოვა. უკიდურესობებით მსჯელობა და მიდგომა არ შეიძლება. და არის მესამე ნაწილი კახა, რომ რაზი და გრამის კეთებას მაინც ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა. აი სწორედ ასეთი მიდგომა მცდარია, იმიტომ რომ სწორედაც ჩვენ უმოქმედობისკენ გვიბიძგებს ადამიანებს და რაც გასაკეთებელია დროში რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ამაზე აღარ ვფიქრობთ. და ბოლო მინდა დაუკავშირო, ეს მინდა ჩვენი წელი ბიბლიაც ასე მთავრდება, იქ არის მოცემულობა, სწორედ ეხლა დღევანდელ ადამიანებს გვეხება. და ასე მთავრდება, მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ ესე მთავრდება, რომ და სული და სასულო ამბობენ, რომ მოდი და მსმენელმა თქვასო. ან ის თქვა გვიდა, რომ აი მსმენელმა თქვა, საზოგადოება დღეს თავს თქვას დაუსვას კითხვას. და მოდი და მწყურვალი მოვიდესო. და იმ სურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლე. ეს სიცოცხლის წყალია ეს, რადგანაც ამდენი წლები ბატონი გაკი გვესაუბრებოდა არა მარტო ქართველებს და მთელ კაცობრიობას. ისე საკუთარი მომავლისთვის. და ჩვენც ამას აქედან ხელმძღვანელობთ და აი ამას ველაპარაკები და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ დაფიქრდეს ჩვენი საზოგადოება და მიიღოს ის გადაწყვეტილებაც თავისივე მომავლისთვის იქნება სასიკეთო. ეს მინდოდა მე თქვა კახა დასკვნისთვის და რა ვიცი, მე მგონი დღეს აგე მადლობა მოუხადოთ ჩვენს მსმენელს და მსმენელს უკეთესი მომავლის იმედით, გვემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისთვის.